მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს 14 ნოემბერია, მეგიბრუნდები სპორტული სიახლეების პარასკევი დღე. ჩვენი სასაუბრო თემა არის, მთავარი სასაუბრო თემა იქნება სანაკრებო მატჩები დაგვიბრუნდა უკვე, სტარტი აიღო, რამოდენიმე დღეა. მე გეტყვით, სომხეთმა 0-1 დამარცხდა მინიმალური ანგარიშით და სომხეთს შანსი ჰქონდა ჩვენთან შედარებით. სომხეთს კიდე შანსი აქვს, რომ ჯგუფიდან გავიდეს, მსოფლიო საკვალიფიკაციო ჯგუფიდან გავიდეს. ასევე რა შეეხება დღეს თბილისის დროის 19 საათზე პირველი არხის სპორტის შემოქცევაზე 19 საათზე დღეს უნდა ეწლანდელები ევროპის ჩემპიონატის შესაჩევი ჯგუფური, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა 2 ფრე და 1 მოგების შედეგად 5 ქულა დააგროვა. მესამე პოზიციაზე იმყოფება ჩვენი ნაკრები და ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. დღეს ჩვენი ნაკრები დაუპირისპირდება საბერძნეთის ნაკრებს 20 წლამდელებს და ჩვენ ბიჭებს წარმატება მინდა უსრულო, რომელიც რამასვანაძემ უკვე თავისი რეკორდის მოხსნა შეესწება თავის ბიჭებთან ერთად. უკვე მესამე დავს შანსი საქართველოს ნაკრებს კვალიფიცირდეს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2027 წელს გაიმართება და ასე შემდეგ. ეხლა კი რა შეეხება ხვალინდელ გასამართ მატჩებზე, მინდა მოგახსენოთ ცოტაოდენი სიტყვა. რა შეეხება ხვალინდელ გასამართ მატჩებს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს მიიღებს მასპინძლის რანგში და საქართველოს ნაკრები პრინციპში აქედან გამომდინარე ჩვენ შანსი არანაირი არ გვაქვს, 1%-ია იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო 2026 მსოფლიო ითამაშოს ამერიკა, მექსიკაში და კანადაში, რომელიც ამ სამეულ ქვეყნებში ჩატარდება, მაგრამ შანსი არანაირი არ გვაქვს. თურქეთი, რა თქმა უნდა, თურქეთი გაინახდებს თავის გამარჯვებას და როგორც ვიცით, ჩვენი ბრალიც არის, მაგრამ საწუთნელი ბრალია. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ტაქტიკა ვერ შეარჩია ტაქტიკა და ჩვენმა ბიჭებმა მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს ჯგუფში. 4-დან 1 გამარჯვება. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ, მე